ძვირფასო რადიოს ვენელები. სასამართლო ერთადერთი ორგანო არის, რომელიც მართლმსაჯულებას ახორციელებს. სამართლის ყველაზე დიდ დამხმარედ მიიჩნევს ბრალდებული, რომელიც ფრომის დარბაზში. თუ გაიზარდა მომხმარებელს არ იცვი და სასამართლოსადმი მოქალაქეთა მომართვია. საქმეთა რაოდენობაც მოიმატა და მომხმარებელმაც საქმეთა ნაკადმა. ჟურნალისტის ყოფნა პროცესზე გაასმაგებული мотиваცია, რომ კარგად წარმოჩინდეს სასამართლო. სამართლის გადაწყვეტილებას ძლებს საქართველოს სახელი. მაგისტრის სასამართლო შექმნა მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო. პირდაპირ ეთერში უბრუნდები. სასამართლოში წესრიგს უზრუნველყოფს საერთაშორისო შესახებ ორგანოების კანონი, ასევე შინაგანა წესი, თუ რა იქნება დარღვევა. ბათუმის საკალათო სასამართლოში უკვე რამდენიმე წელი ელექტრონული მართლმსაჯულება ხორციელდება. ეს არის უდიდესი კონფლიქტი. მოსამართლისგან 5 დედოუცქესის წარმომადგენელი და 6 მამლობის სქესის. ყველაზე დიდი შემფასებელიც არის საზოგადოება. ეხება ადგილზე მოსულ მოქალაქეებს, თავაზობ მაღალკვალიფიციური იურისტების მომსახურებას. ისმეთ გადაცემას მართლმსაჯულება. გამსხვილება მოხდა სასამართლოების სულ 24 გამსხვილებული სასამართლო არის საქართველოში. არის გაძევებას და დაჯერიმებას კომპლექსური განხილვა და ძალიან შემცირდა საზოგადოების სწავლა როგორ უნდა მოიცეს. ბათუმის საკალათო სასამართლო საერთაშორისო სისტემაში თბილისის საკალათო სასამართლოს შემდეგ არის მეორე სასამართლო. სამართლო ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს. გადაცემა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით. ეთერშია გადაცემა მართლმსაჯულება. მოგესალმებით ძვირფასო რადიოს ვენელებო, ეთერშია აჭარის რადიო, თქვენი რადიო მიმღებები მომართულია ტალღაზე FM 104 და 5, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ გადაცემას მართლმსაჯულება, რომელსაც მე ჟურნალისტი თამილა დოლიძე გაუძღვები, ჩემთან ერთად კი გადაცემაზე რეჟისორი ინგა ნარჩემაშვილი მუშაობს. დღეს ჩვენს კითხვებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე უპასუხებს. გადაცემა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით არის მომზადებული. გადაცემის მსვლელობისას ინფორმაციას სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ მოგაცვით. საუბრის დაწყებამდე ქალბატონ თამარ ბურჯანაძის რეზიუმეს შემოგთავაზებთ. თამარ ბურჯანაძე დაიბადა 1973 წლის 30 ნოემბერს ზესტაფონში. 1991 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველი სფერის საშუალო სკოლა დაამთავრა. 1992-98 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1999 წლის 10 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად მუშაობდა. 1999 წლის 19 ოქტომბრიდან 2007 წლის 3 დეკემბრამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე ინიშნება. კერძოდ, მოსამართლის თანაშემწე, მოსამართლის აპარატის უფროსი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, მოგვიანებით უფროსი მრჩეველი. 2007 წლის იანვარში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ჯააბარა. 2007 წლის 3 დეკემბრიდან 2009 წლის 28 მარტის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 18 ივნის ბაღდათის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა. მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 2013 წლის 25 მარტიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. ჰყავს მეუღლე. ეთერშია გადაცემა მართლმსაჯულება. შევახსენებთ ძვირფასო რადიოს ვენელებო, პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ გადაცემას მართლმსაჯულება. დღეს ჩვენს კითხვებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე უპასუხებს. დღეს მორიგების ინსტიტუტზე ვისაუბრებთ. სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვისას მხარეებს გააჩნიათ უფლება, რომ დაასრულონ საქმე მორიგებით. მხარეთა შორის მორიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას ანამცირებს, ან კიდევ სხვა მოთხოვნით ცვლის, რასაც ეთანხმება მოპასუხეც. სხვანაირად რო ვთქვათ, მხარეთა შორის მორიგება ვერ მიიღწევა, თუ მოსარჩელე და მოპასუხეც დათმობაზე არ წავლენ ერთმანეთის მიმართ. ახლა კი უფრო ვცლად ჩვენს კითხვებს ამ თემაზე მოპასუხებს ქალბატონი თამარ ბურჯანაძე. ქალბატონო თამარ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დავის გადაწყვეტის ერთ-ერთ ალტერნატიულ გზას მორიგებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს მორიგება, უფრო ვცლად რო გაგვიმარტოთ და როგორ და რა ფორმით მიიღწევა ეს შეთანხმება. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში ჩემი მოწვევისათვის, მზად ვარ უპასუხო
როგორც მოსახლეობისათვის აქტუალურ კითხვებს, სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე თქვენს მიერ დასმულ კითხვებს. რაც შეეხება მორიგებას, მორიგება მართლაც მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული წესით საქმეების განხილვის დროს სასამართლოში შესაძლებელია საქმეთა მორიგებით დამთავრება. მორიგება არის მოდავე მხარეებს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმება, რომლითაც დავა მათ შორის ურთიერთდათმობის გზით სრულდება. კერძოდ, მოკლე მაგალითი რომ განვიხილოთ, თუ მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს თავისი დარღვეული უფლების დასაცავად და ითხოვს მოპასუხისაგან გარკვეული თანხის ანაზღაურებას, რომელიც წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ის თავის მოთხოვნაში ითხოვს როგორც სესხის ძირი თანხის, ასევე პროცენტის, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც მხარეთა შორის შეთანხმებულია, მორიგების ეტაპზე მას შეუძლია შესთავაზობს მოპასუხე მხარეს, იმიტომ რომ დავა სწრაფადაც გადაწყდეს და უფრო მნიშვნელოვანი იყოს მისთვის, შესთავაზოს პროცენტის შემცირება ან პირგასამტეხლოს შემცირება, ან ამ ორი კომპონენტის საერთოდ მოხსნა და ძირითადად შესთავაზოს მორიგების გაფორმება ძირ თანხაზე, რასაც თუ რა თქმა უნდა მოპასუხე მხარეც დაეთანხმება, მათ შორის ამ კუთხით მორიგება მიიღწევა, მაგრამ არა მხოლოდ ფულად ვალდებულებებზე შეიძლება მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ თუ მოთხოვნა არის დავისაგანი, არის თანხის დაკისრება, მოსარჩელეს შეუძლია შესთავაზოს მოპასუხეს ამ თანხის სანაცვლოდ გარკვეული სამუშაოების შესრულება და ამ პირობებზე შეთანხმდნენ, ან შეიძლება შესთავაზოს გარკვეული ნივთის იმღირებულების ან უფრო ნაკლები ღირებულების ნივთის გადაცემა და ამ საკითხით შედგეს მათ შორის შეთანხმება, ან როგორც აღნიშნეთ, გარკვეული სამუშაოების შესრულება, გარკვეული მასალის მიწოდება, რაც უფრო გაუველებს მოპასუხე მხარესაც იმ ვალდებულების შესრულებას, რაც ფულადი ვალდებულებით გამოიხატებოდა, ასე რომ შეიძლება დავის საგნიდან განსხვავებულ პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები და განსხვავებულ მოთხოვნაზე გააფორმონ ურთიერთშეთანხმება, რაც აუცილებელი აღნიშნოს, მათთვის მისაღები იქნება და მომგებიანი იქნება. თუ მოპასუხეს არ აქვს იმის საშუალება, რომ გადაიხადოს ის თანხა, რაც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, მას შეუძლია ამ თანხის ღირებულების სამუშაოების შესთავაზოს მოსარჩელე მხარეს და თუ ამაზე თანხმობა იქნება, მათ შორის რა თქმა უნდა მორიგება მიიღწევა. და ხშირი არის ასეთ პრაქტიკა, თქვათ, ქართულ სასამართლო სისტემაში? სამოქალაქო კუთხით ძალიან ხშირია, ფაქტიურად შეიძლება ვთქვათ, რომ სასამართლოში სამოქალაქო სპეციალიზაციით არსებული დავების ნახევარზე მეტი მორიგებით სრულდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მორიგება შესაძლებელია ნებისმიერ ეტაპზე საქმის განხილვის დროს, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებშიც და აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ თუ მხარეთა მორიგება ვერ მოხდა დავის პროცესში და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც არსებითი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად და წარდგენილია უკვე საახსრულებლო ბიუროში, აღსრულების ეტაპზედაც მხარეებს აქვთ უფლება გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად, მათ შორის იმ გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებებზე გააფორმონ მორიგება საახსრულებლო ბიუროში, ასეთ შემთხვევაში თუ მხარეთა შეთანხმება აღსრულების ეტაპზე მოხდა, საახსრულებლო ბიუროს შესაბამისი აღმასრულებელი განცხადებით მომართავს სასამართლოს და აი ამ მორიგებასაც სასამართლო ამტკიცებს. საბოლოო განჩინება ამ დროს მორიგების შემთხვევაშიც მტკიცდება სასამართლოს მხრიდან. და საინტერესოა აი სასამართლოში საქმის მორიგებით დამთავრების ინიციატორი ვინ შეიძლება იყოს, ანუ ვის შეუძლია მოითხოვოს საქმის მორიგებით დასრულება? ინიციატორი საქმის მორიგების დამთავრებით შეიძლება იყოს როგორც მოდავე მხარეები, მხედველობაში მყავს მოსარჩელეც და მოპასუხეც, ასევე სასამართლოც. არა მარტო შესთავაზებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არის სპეციალური ნორმა, სადაც მითითებულია, რომ სასამართლო ვალდებულია მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ყველა ზომა მიიღოს იმისთვის, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხზე მიაღწიოს მხარეთა შეთანხმებას. ამ მიზნით მას შეუძლია კანონის ფარგლებში გარკვეული მოქმედებები განახორციელოს, მათ შორის
მხარის ინიციატივის ან თავის ინიციატივით გამოაცხადოს შესვენება, გაესაუბროს მხარეებს, შესთავაზოს გარკვეული პირობები, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე ძირითადი ინიციატივა მოდის მხარეებიდან, თუ მხარეთა შორის არ არის ინიციატივა, სასამართლო რა თქმა უნდა ყველა საქმის განხილვის დროს ამ საკითხს, მორიგების საკითხს ყველა პროცესზე აყენებს. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ საკითხს, რომ მოგიხსენებათ სასამართლოში საქმის სარჩელის შეტანისათვის აუცილებელია ის შედგეს იმ ფორმით, რაცაც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულია როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის ფორმები, სადაც იმ აუცილებელი პუნქტების გარდა, რაც საპროცესო კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და რაც მხარემ ყველა შემთხვევაში უნდა შეავსოს, არის ერთი პუნქტი, რომელიც ეთმობა მორიგებას. აი ამ პუნქტში გაწერილი არის და წინასწარ მხარეს აქვს იმის ინფორმაცია, თუ რა დადებითი მხარი აქვს მორიგებას. და ბუნებრივია ამ პუნქტის შევსების დროს მხარე უთითებს, ქონდა თუ არა მანამდე მხარეთა შორის დავის წარმოშობამდე, აი ამ დავის წარმოშობის შემდეგ და სასამართლოში მომართვამდე ხომ არ ქონია მცდელობა საკითხის მორიგებით დასრულებას, თუ ქონდა მცდელობა რა პირობები იქნა შეთავაზებული ერთმანეთის მიმართ, ან რა პირობებს აყენებს სარჩელთან ერთად მორიგების კუთხით. მხარე. შესაბამისად იგივე ფორმა არის დადგენილი შესაგებლისთვის, სადაც გათვლილია, განსაზღვრულია იგივე პუნქტი მორიგების საკითხთან დაკავშირებით და იქაც ხშირად არის მოპასუხის მიერ შემოთავაზებული მორიგების პირობები და ამ სარჩელის და შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ უკვე სასამართლოსთვის მოსამართლისთვის ცნობილია თუ რა პირობები შეიძლება იყოს მხარეებს შორის მორიგების კუთხით, რა მცდელობები იქნა მანამდე ჩატარებული და რატომ ვერ იქნა მორიგება მიღწეული. ასე რომ ინიციატორი ყველა შემთხვევაში არის ორივე მხარე. და ამ დროს რა როლი აკისრია მოსამართლეს მორიგების ფორმის გამოყენებისას? სასამართლოს როლიც საკმაოდ დიდია იმ კუთხით, როლში ყურადღებას გავამახვილებ იმას, რომ ხშირი შემთხვევებში დავა სასამართლოში არა იმ პრობლემაზე არის, რაც მხარეებს შორის წარმოიქვა, არამედ სხვა საკითხებზე და ამ საკითხით სასამართლოში განხილვით ცდილობს მხარე მეორე მხარეს მოყვანა სასამართლომდე, მაგრამ პროცესზე ჩანს, რომ მათ სხვა პრობლემა აქვთ ერთმანეთის მიმართ. თავარია მორიგების დროს იპოვოს მოსამართლემ ის პრობლემა მორიგების პირობების შეთავაზება. თუ რა პრობლემის წინაშე დგანან რეალურად მხარეები. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ყველა კატეგორიის დავებს, ეს უფრო საოჯახო ტიპის დავებში არის, რომ შეიძლება სხვა პრობლემა არის, მაგრამ ის სამართლებრივ ჩარჩოში ვერ ექცევა და ამიტომ სხვა საკითხის გადასაწყვეტად მომართავენ სასამართლოს. რაც შეეხება სასამართლოს როლი მორიგების ეტაპზე, სასამართლოს როგორც აღნიშნე, აქვს უფლება მხარის შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით შესვენება გამოაცხადოს და გაესაუბროს მხარეებს ყველანაირი ოქმის შედგენის და ჩანაწერის გარეშე. აგრეთვე უფლება აქვს დაითხოვოს ყველას დამსწრე პირი დარბაზიდან და მიცეს მხარეებს, მოსარჩელეს და მოპასუხეს, მისცეს ერთმანეთთან მორიგების პირობების ან გასაუბრების საშუალება, ან შესაძლებელია მხოლოდ წარმომადგენლების ან ადვოკატების შეიძლება ადვოკატი, შეიძლება მხარეებიც დაითხოვოს და მხოლოდ წარმომადგენლები დაიტოვოს, შეიძლება მხოლოდ მხარეები და მხოლოდ ადვოკატები. შეიძლება ადვოკატის გარეშეც და ადვოკატთან ერთადაც მორიგება შედგეს. ერთადაც კი, რა თქმა უნდა, შეუძლია. ეს ძირითადად ისეთ შემთხვევებში ხდება, როდესაც თქვათ ვუყურებთ, რომ ვიღაც მხარეები მზად არიან მორიგებისთვის, კონფლიქტი არის, თქვათ, ავიღოთ უფრო ახლო ნათესავებს შორის, ბუნებრივია ამ დროს მთელი სანათესავო ერთვება, ზოგი იმ მხარეს მოუწოდებს, რომ ის არის მართალი, ზოგი ამ მხარეს ეს არის მართალი და ამით ხელს უშლიან მათ შორის, თვითონ თვლიან, რომ ამით ეხმარებიან, მაგრამ რეალურად ხელს უშლიან მათ შორის კონფლიქტის და აღმოფხვას და მორიგებას. თუ ეს ჩანს, ასეთ შემთხვევაში უპრიანია, რომ დავითხოვოთ ის მხარეები, ვინც ის პირები,
ვინც მხარეებს აქეზებს ან ხელშუშლის მორიგებას და მათი მონაწილეობის გარეშე და მათი თვალთახედვის გარეშე შეთანხმდნენ მხარეები და სხვადასხვა თუ ამის აუცილებლობის წინ დგებით, ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვარებით, იმიტომ რომ რაღაც არ ვიცი ქართული ტრადიცია ხშირად უყვარს მშობლებს შვილების ცხოვრებაში ჩარევა, რაც მათ შეიძლება მათ შორის კონფლიქტი გამოიწვიოს და თუ ამას გააცნობიერებს რომ არ უნდა ჩაერიოს და ეს პრობლემა რაც მათ შორის არის წარმოქმნილი სამართლებრივი კუთხით მოგვარდეს და თუ შესაძლებელია მორიგებით, ბუნებრივია ამართლებს ეს მეთოდი. ბატონო თამარა, საინტერესოა აი ჩვენ ვილაპარაკეთ საოჯახო საქმეებზე, სამოქალაქო საქმეებზე, აი რომელი კატეგორიის საქმეებზე შეიძლება შედგეს მორიგების აქტი? არის რაიმე გამონაკლისი თუ ყველაფერზე შეიძლება აბსოლუტურად მორიგება? ყველა კატეგორიის საქმეზე შესაძლებელია მორიგება სასამართლოში. არ არის გამიჯნული რომ თქვა რაიმე კატეგორიის საქმე, სადაც შეთანხმების მიღწევა არ შეიძლება, თუ შეთანხმება შესაძლებელია და თუ მხარეები ერთმანეთის მიმართ გარკვეულ დათმობებზე წავლენ, ნებისმიერ სადავო საკითხზე შესაძლებელია მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით საკითხის გადაწყვეტა. არა აქვს მნიშვნელობა ეს. არ აქვს მნიშვნელობა. სიმძიმეს ხშირ შემთხვევაში რთული კატეგორიის დავებზე უფრო მზად არიან მხარეები მორიგების და დათმობის და მორიგების მიღწევის, ვიდრე შესაძლებელია მარტივ კატეგორიის საქმეზე. ახლა საინტერესო იქნება ჩვენი რადიო მსმენელისთვის გაიგოს რითია უპირატესი დავის მორიგებით გადაწყვეტა. ჩვენ გავიგეთ რა არის დავით გადაწყვეტა საქმის, მაგრამ რითი არის უპირატესი დავის მორიგებით გადაწყვეტა და დავის მორიგებით დამთავრებას სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტასთან შედარებით რა უპირატესობა აქვს? მორიგებას ყველა შემთხვევაში ბევრი დადებითი თვისება აქვს და უფრო მეტად უპრიანია საქმის მორიგებით დამთავრება, ვიდრე არსებითი გადაწყვეტილებით საქმის დამთავრება. მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება შეიძლება ერთი მხარისთვის შეიძლება არ იყოს მისაღები, მეორე მხარისთვის მისაღები იყოს, ამავე დროს შესაძლებელია თუ ის რა თქმა უნდა რამოდენიმე მოთხოვნა იყო და ნაწილობრივ დაკმაყოფილი და არც ერთი მხარისთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ ის ამას შემდეგ რაც კანონიერ ძალაში სავალდებულოა მხარეებისათვის შესასრულებლად. რაც შეეხება მორიგებას, მორიგებით საქმის გადაწყვეტას ბევრი დადებითი თვისება აქვს. დავიწყებ იქედან, რომ სასამართლოში საქმის წარმოება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თავი რომ დავანებოთ სახელმწიფო ბაჟს, რომელიც გათვალისწინებულია სხვადასხვა ოდენობით, სხვადასხვა კატეგორიის საქმეებზე, გარდა სახელმწიფო ბაჟისა, სასამართლოში საქმის წარმოებისთვის მხარეს შესაძლებელია დააჭირდეს გარკვეული მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხარჯი, როგორც არის ექსპერტიზის დასკვნები, გარკვეული მტკიცებულებების გამოთხოვა. ამავე დროს სასამართლოში საქმის წარმოება თუ ეს ხდება წარმომადგენლის ან ადვოკატის იურისტის მონაწილეობით გარკვეულ ჰონორართან და არის დაკავშირებული მათი მომსახურება არის მხედველობაში, იგივე ტრანსპორტირების ხარჯები, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, ამავე დროს არის გარკვეული დროის ფაქტორიც სასამართლოში საქმის წარმოება და თანხაც ბევრი ჭირდება, დროც მეტი ჭირდება, თვითონ მხარის ძალისხმევაც მეტი, მისი მოცდენა შეუძლია ხა სასამართლო პროცესები ივართება სამუშაო დროს, ის შესაძლებელია ამ დროს მოწდეს ამსახურს, მოუწიოს მოწმეების მოცდენაც და მათი გამოცხადება სასამართლოში, ეს ერთი მხარე. ამავე დროს დადებითი კუთხით შესაძლებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლოში როდესაც მხარეები მოდიან, ბუნებრივია ისინი გარკვეული ემოციური ფონით ერთმანეთთან უკვე უარყოფით თვალსაზრისით დაპირისპირებულები არიან, მათი კიდევ ერთხელ პროცესზე მოსვლა, ერთმანეთთან შეხვედრა კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტს. უმრავლეს შემთხვევაში ძაბავს სიტუაციას და არა მარტო იმ ფინანსურ დანახარჯებთან დაკავშირებით, რომელიც მე საუბრის დროს ჩამოთვალე, დაკავშირებულია გარკვეულ ემოციურ და ნერვიულ სტრესთან. სასამართლოში გამოცხადება. აქედან გამომდინარე, თქვენ ახსენეთ ბაჟის გადასახადი და საქმის მორიგებით დასრულების შემთხვევაში მხარეები ბაჟის გადასახადისგან თავისუფლებიან? მოსამზადებელ ეტაპზე საქმის მორიგების კი ბატონო, მოსამზადებელ ეტაპზე სრულად თავისუფლდება მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდასგან, ხაზგასმით აღნიშნავ ამას. კი, უпростоრად გადახდილი აქვს მას მოსარჩელე მხარეს სარჩელის აღძვრის დროს ბაჟი, სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ
თუ მოსამზადებელ ეტაპზე მათ შორის ურთიერთობა დასრულდება მორიგებით, დავა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება ბიუჯეტიდან სრულად დაბრუნებას. მოსამზადებელ ეტაპზე, მათ შორის მოსამზადებელ სასამართლოს სხდომაზედაც, რაც შეეხება მთავარ სხდომაზე საკითხის მორიგებით დამთავრების შემთხვევაში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნახევარი ექვემდებარება ბიუჯეტიდან დაბრუნებას. ეს ზემდგომ ინსტანციებშიც ანალოგიურად არის სააპელაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟი ექვემდებარება თქვათ მთავარ სხდომაზე ან მოსამზადებელ ეტაპზე დაბრუნებას და არა თქვათ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უკვე გადახდილია და უკვე ის საკითხი გადაწყვეტილია, ამიტომ აპელაციაში მორიგების შემთხვევაში უკვე სააპელაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟზე ვრცელდება იგივე უზენაეს სასამართლოში მორიგების დროს ესე იგი თანხა რო განვიმარტოთ მოსახლეობას, თანხა ბევრად ნაკლები უფრო ნაკლები ხარჯი არის მორიგების დროს, არა მარტო სახელმწიფო ბაჟის თვალსაზრისით, არამედ სხვა სასამართლო ხარჯის თვალსაზრისითაც. და ყველაზე საინტერესო კითხვა ალბათ რომელთანაც მივედით, რომელსაც მიუახლოვდით, მხარე რით არის დაცული იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარემ არ შეასრულა მორიგების პირობები. და რას ითვალისწინებს კანონი ამ შემთხვევაში? დასჯადი არის? მოგეხსენებათ, რომ მორიგების აქტით საბოლოო ჯამში მხარეთა შორის მიღწეული მორიგების აქტით მტკიცდება სასამართლოს გადაწყვეტილებით განჩინების ფორმით იღებს სასამართლო აი ამ დოკუმენტს, სადაც პუნქტობრივად არის გაწერილი თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები და სადაც სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია იძულებით აღსრულების წესი და ეს წესი არის იგივე, რაც მოქმედებს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. ესე იგი, თუ მხარე მორიგების მიუხედავად არ შეასრულებს მორიგების პირობებით ნაკისრვალ დებულებებს, მეორე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საახსრულებო ფურცელი და მიაქციოს ის იგივე წესით და იგივე ფორმით იძულებით აღსრულებაში, როგორც ხდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დროს. და შესაძლებელი არის თუ არა პირველ ინსტანციაში გაფორმებული მორიგების აქტი გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციაში? შესაძლებელია, კერძო საჩივრით არის დასაშვების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველ ინსტანციის მიერ მიღებული მორიგების განჩინების გასაჩივრება ერთჯერადად ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში, ანალოგიურად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მიღებული მორიგება და დამტკიცებული შესაძლებელია ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში ერთჯერადად გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. მცირე პაუზის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში ძვირფასო რადიო მსმენელებო. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 17 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა კომპეტენტური პასუხის ღია ეთერში მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართება დისკუსია კვირის მნიშვნელოვან თემებზე. მოусმინეთ, ჩაერთეთ დებატებში და მიიღეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. ეთერშია ახალი ამბების გამოშვება. ყოველი საათის დასაწყისში აჯარის რადიოს საინფორმაციო სამსახური. თქვენთვის და თქვენთან ერთად. პოლიტიკური წარსული, აწმყო და მომავალი, მიმოხილვა, ანალიტიკა, ექსპერტების შეფასება. ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 17 საათზე. ნინო ჩხეტია და დატო ცეცხლაძე გადაცემაში ინდიკატორი. პირდაპირ ეთერში დავბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ თქვენ პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 104 და 5 ისმენთ გადაცემას მართლმსაჯულება. დღეს ჩვენს კითხვებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე უპასუხებს. რაც შეეხება ახლა კერძო მაგალითებს, აი როგორია სასამართლო პრაქტიკა, ხშირად თანხმდებიან მხარეები მორიგებას თუ არა და რომელი კატეგორიის საქმეები სრულდება უფრო მეტად მორიგებით. ჩვენ ვილაპარაკეთ, თავში ვისაუბრეთ იმაზე, რომ საოჯახო საქმეები უფრო თქვათ, მაგრამ აი უფრო კონკრეტულად რო უთხრათ რადიო მსმენელს. არა მარტო საოჯახო კატეგორიის დავები, აგრეთვე ვალდებულებითი კატეგორიის დავები და განსაკუთრებით იურიდიულ პირებს შორის არსებული დავები ხშირ შემთხვევაში სრულდება მორიგებით. ამ შემთხვევაში იზოგება არა მარტო ენერგია, რესურსი და ფულად, არამედ დრო. იმიტომ რომ შესაძლებელია სასამართლოში საქმის წარმოება რამოდენიმე თვე ან წელი ერთიან რამოდენიმე წელი გაგრძელდეს, იმიტომ რომ გასათვალისწინებელია ის გარემო. მაქსიმუმი რამდენია აქ, ვთქვათ, და როდესაც ორი მხარე დაობს და მორიგება უნდათ, ყველაზე დიდი დრო რომელი არის, ვთქვათ, როცა ისინი მორიგდებიან.
შეუძლიათ პირველივე სხდომაზე შეთანხმდნენ, თუ პირობები არის მისაღები მხარეებისთვის, მაგრამ რაღაც კიდევ დასაზუსტებელია, შეუძლიათ მოგმართონ შუამდგომლობით და გადავლუდოთ სხდომა, თუ ეს სხდომაზე ვერ ხდება, კიდევ კარგად დაფიქრდნენ რამოდენიმე დღე და ჩამოყალიბდნენ. ამიტომ პირველ ინსტანციაში შესაძლებელია ფაქტობრივად ერთ თვეში დამთავრდეთ, თუ მორიგება შედგა, მათ შორის არსებული დავა ერთ თვეში დამთავრდეს. მაშინ როცა თუ მათ აირჩიეს გზა და ვერ შეთანხმდნენ და წავიდნენ არსებითი გადაწყვეტილების, შესაძლებელია ის ერთიან რამოდენიმე წელი გაგრძელდეს მათ შორის დავა და როდესაც უკვე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შესაძლებელია მოსარჩენელ მხარისთვის ის ინტერესი, რაც დავიდან ქონდა იმ დავას უკვე დაკარგული იყოს. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მორიგების დროს განსაკუთრებულად აქტიურობენ იურიდიული პირებიც, როგორც ფიზიკური პირები, რომ ის ინტერესი, რაც მათ მიერ ამ დავის დროს არის მისაღწევი, მიღწეული იქნეს, რაც შეიძლება მოკლე დროში და მოკლე ფინანსური დანახარჯებით. ანუ მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გამოიყენებს მოდავე და თქვათ მოპასუხე მხარე, მოსარჩელე და მოპასუხე მხარე გამოიყენებს დავის მორიგების ინსტიტუტს, მას დაეზოგება დრო, ენერგია და თანხა. თანხა და ემოციური ფონიც უფრო დადებ და ამავე დროს მინდა ყურადღება გამახვილო მორიგების დროს დაპირისპირ უფრო მეტია არა მარტო მორიგება შერიგება და ეს გარკვეულ დათმობებზე წასვლი თუ ერთი მხარე მიდის დათმობაზე მეორე მხარეც უკვე მოწოდებულია იმისკენ თვითონაც დათმის და უფრო შერიგება მეტია ვიდრე ამით კონფლიქტი აღმოიწურება მათ შორის და შეიძლება ისეთი დავებიც გადაწყდეს რაც სამომავლო შეიძლება ყოფილიყო არსებითად განხილვის დროს. ამიტომ ამ კუთხით მორიგება ძალიან მისაღები პრაქტიკულია მორიგება უფრო მოქალაქეებისთვის და ამას აცნობიერებს სასამართლოში ვისაც საქმე აქვს და ხშირად უმრავლეს შემთხვევაში ინიციატორები თვითონ არიან და ძალიან ბევრი შემთხვევა არის რომ საქმე ფაქტიურად 50% პირველ ინსტანციაში მორიგებით მთავრდება. აი მაგალითად ადმინისტრაციული დავისას როცა მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო, ხშირია თუ არა შემთხვევები რომ დავა მორიგებით დასრულდეს. ამ შემთხვევაშიდაც არის შესაძლებლობები რომ და არის პრაქტიკული მაგალითებიც, როდესაც დავა მორიგებით დასრულდა, თუმცა არა იმდენი, რამდენიც ამოქალ, მაგრამ აქ ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებაზეც, რომ ადმინისტრაციული წესით ცოტა სპეციფიკური დავების განხილვა ხდება, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს აქტი შეიძლება იყოს გასაჭირებული და აქ ცოტა რთულია მორიგების პირობების მორგება და მოძებნა მხარეებს შორის. და ამ შესაბამისად ეს ართულებს ამ სპეციალიზაციის თვალსაზრისით მორიგებების მიღწევას. თუმცა არის, როდესაც შესაძლებლობა არის თვითონ მორიგების პირობებიც მორგებული იყოს დავის არსიდან გამომდინარე ადმინისტრაციული წესით, თუმცა პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალია. კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა, არის ხშირი არის თუ არა შემთხვევა, როცა ადამიანს უნდა სასამართლოში დავა დაიწყოს და არ იცის საიდან. თუ გაქვთ სერვისი, რომლითაც მომხმარებელი, რომელსაც ფინანსური პრობლემის გამო არ შეუძლია აიყვანოს ადვოკატი, თქვენთან მიიღებს კონსულტაციას. ამ საკითხზე უფრო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართავენ და იმიტომ რომ კონსულტაციის გამწევია ისინი უწევენ უფალსო კონსულტაციას და ეხმარებიან არა მარტო მოთხოვნების, არამედ სარჩელის და იგივე მტკიცებულებების მოგროვებაში და მოპოვებაში ამ კუთხით ახალგაზრდა იურისტთა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ალბათ ბოლო კითხვა, იმიტომ რომ იმდენად ამომწურავი იყო თქვენი საუბარი და იმდენად კარგი. ქალბატონ თამარ, აი მაინტერესებს მედიაციის ინსტიტუტი როგორ მუშაობს საქართველოში და პრაქტიკაში როდის შეიძლება მისი გამოყენება, ანუ სასამართლო პრაქტიკაში არის თუ არა ეს შესაძლებელი თუ რაღაც პერიოდის შემდეგ გახდება შესაძლებელი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში თუ არ ვცდები 2011 წლიდან მოქმედებს ის ცვლილება, რომელიც სპეციალური თავი არის, სადაც გაწერილი არის სასამართლო მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით პროცედურები თუ რომელი კატეგორიის საქმეები შეიძლება გადაეცეს სასამართლო მედიაციის თვალსაზრისით და რა წესით უნდა მოხდეს მისი განხილვა. ამ ეტაპისათვის ეს საკანონმდებლო ბაზა როგორც აღნიშნე მოწესრიგებულია, თუმცა არ არის ჯერ მიმდინარეობს მუშაობა მედიატორების შერჩევაზე და ეს იქნება თავდაპირველად საპილოტე პროგრამა, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს ან დედაქალაქში, ან სხვა რომელიმე ქალაქში ერთდროულად რამოდენიმე ქალაქში. თუმცა მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მედიაციის კუთხით
კუთხით ევროპული და ამერიკული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა ძალიან მრავალფეროვანია და ფაქტიურად აი ამ ეტაპის გავლის შემდეგ იმ ქვეყნის სასამართლოებში დავის 20-დან 30%-მდე თუ აღწევს ზოგ ქვეყანაში საერთოდ 10-15% თუ მიდის სასამართლომდე. ძალიან ეფექტური, ძალიან მოხერხებული, თან ამ შემთხვევაში ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებაზეც, რომ მედიატორთან მხარეები აბსოლუტურად გახსნილები, ისინი არ არიან სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული, არიან აბსოლუტურად თავისუფალნი. და უფრო მეტია ალბათობა იმის, რომ და თუ ეს ინსტიტუტი, როდესაც დაინერგება და ამოქმედდება საქართველოშიც, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან წარმატებული და ძალიან შეამცირებს საქმეთა რაოდენობას სასამართლოში ამ კუთხით. ყველა შემთხვევაში არ უნდა იყოს იურისტი. არ არის სავალდებულო იყოს იურისტი, თუმცა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ მედიაციის დროს მიღწეული მორიგებაც საბოლოოდ სასამართლოს მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული საბოლოო განჩინებას იმ შემთხვევაშიც სასამართლო იღებს. დიდი მადლობა საუბრისთვის, ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. ქალბატონო თამარ, რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე. ეთერში იყო გადაცემა მართვსაჯულება, რომელსაც მე ჟურნალისტი თამილა დოლიძე უძღვებოდი, ჩემთან ერთად საეთერო სტუდიაში მუშაობდა რეჟისორი ინგა ნარჩემაშვილი. ჩვენ 2 კვირის შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს შაბათს 27 ივლისს 15 საათზე. მინდა შეგახსენოთ, რომ გადაცემა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით არის მომზადებული. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობთ, კარგად გრძანდებოდეთ.